ჩვენ დავბრუნდით სტუდიაში და ჩვენი სტუმარი არის ლევან თუთფერიძე. ლევან, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გადაცემაში სტუმრობისთვის და პირველი კითხვა რაც შენთან მეკნება, როგორ წამოვიდა ფილმის იდეა? 9-თა სიკით საიდან დაიბადა ეს იდეა პირველს? და როგორ შეერცხა ხორცი მე ამ ყველაფერს? მე მგონი 80-იან წლებში ხაღარ მოსულს დიდი ხნის წინ ლიტერატურულ საქართველოში წავიკითხე, რაღაცა ნარკვევი იყო. როგორ მიდის თბილისელი გოგო მთაში სკოლაში მასწავლებლად რა. და იქ რაღაცა მთელი ისტორიები არის ამ გოგოს ირგვლივ და ისე დამრჩა ეს ისტორია და სულ მინდოდა ამის ირგვლივ რაღაცა ფილმის გაკეთება. მაგრამ ეხა იმ პერიოდში ცოტა რთული იყო ეხლა ესეთი თემის გადაღება, თან მეც ეხა ახალგაზრდა ვიყავი და ამიტომ თითქოს რაღაცა დაილექა რა ჩემში და ეს სულ მქონდა ეს სულ არსებობდა ეს სულ არსებობდა ხო რაღაცნაირად და მე მოხდა ესეთი რამე რომ უცბად ტელევიზორს უყურებდი ჩვენი ერთ დღეს და ვხედავ ჩამოდიან ეს უცხოელი მასწავლებლები ამერიკიდან, ინგლისიდან და მედიან საქართველოს სხვადასხვა რაიონებში და თავი რაღაცა ინგლისური ენის სასწავლო სხვადასხვა რაღაცა თავისი პროფილები იყო და უცბად გამახსენდა ეს ჩემი ძველი ამბავი და დავაკავშირე იმას რომ შეიძლება რომ ეს ადამიანი იყოს უცხოელი რომელიც ჩამოდის მთაში. მე იმ წუთშივე მოუყევი ეს ამბავი აკა მორჩილაძეს ხო, ანუ აკაც სცენარისტია ფილმის. ხო, ჩვენ უკვე რაღაც ეს მეოთხე ფილმია ვმუშაობთ და ძალიან კარგად გვესმის ერთმანეთი. რაღაცა ვილაპარაკეთ და მოეწონა ძალიან და მითხრა რომ მე ამის სინოფსის გავაკეთებო და ფილმის სიუჟეტი ძირითადად მაინც ინსპირირებული გამოდის რეალური ისტორიიდან, თუმცა თვითონ სცენარში როგორც ვითარდება და რაც არის ეს რაღაცა ნაწილი მაინც შექმნილია, ხო, გამოგონილია. ასაკურველი ორიგინალური სცენარი ხა ეს მოგონილია მე ყველაფერი. მაგრამ რაღაცა რეალური ამბავი იყო, აი ეს რაღაც ნაპერწკალი იყო იქიდან რომ აი გოგო მიდის მთაში, თბილისელი გოგო მიდის პროვინციულ რაღაცა ესეთ ადგილას, სადაც უნდა რომ შეიტანოს განათლება თუ რა, არ ვიცი ხა ზუსტად მაშინ რაზე ვფიქრობდი და ნუ მე აი აქედან დაიბადა ეს იდეა. იყო კონკრეტულად დავშა სცენაში ჩადებული ესეთი რაღაცები, ან მაყურებელიც რომ რაღაც წარმოდგენა შეექმნას, ანუ თვითონ კილოკავის ან რამე მსგავსი და დამახასიათებელი რაღაცა საუბრის ან რაღაცა. ეხლა მე ცოტა მეღიმება, იმიტომ რომ მეც დავაშევ, ხო. ისე ლაპარაკობთ ის ხარ ერთ-ერთ მთავარ როლში და შემშვენევრად იცი ეს ამბავი და ხო უბრალოდ კითხოს რომ მაგრამ ჩვენთვის ცოტა უჩვევი იყო. არა, ჩვენ თავიდანვე გადავწყვიტეთ ის რომ ეს უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივ დღევანდელი, ესე იგი, ასე ვთქვათ, ქალაქური ენით მოყოლილი და საუბარი და დიალოგები უნდა ყოფილიყო. სპეციალურად არ მივეცით ეს აქცენტირება. ეს გეოგრაფიაც არის ესეთი რაღაცა გაუგებარი, მთა არის. ხო, დაკონკრეტებული არ არის. დაკონკრეტებული არ არის, თქვათ ეს არის რაღაცა ხევსურეთი თუ მთიულეთი თუ თქვათ სვანეთი, თუმცა ჩვენ ვიღებდით მთიულეთში, ხა ქართველები ამას მიხვდებიან. სად არის გადაღებული უცხოელები ვერა. ხო, უცხოელებისთვის მაინც რაღაც ემოციურ დონეზე იქნება და რაღაც ვიზუალური რაღაც ისე თქვა. ხო, ნუ აი ხა ეს ხალხი და შენ გახსოვს ალბათ რაღაც საოცარი მასპინძლობა გაგვიწიეს, ხა 3 თუ 4 ოჯახი ცხოვრობდა იქ, მაგრამ მიტოვებული სოფელი. საოცარი ქვეყანა გვაქვს და საოცარი ბუნება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ზარმაცი ხალხი ვართ რა. მანდრო გერმანული ოჯახები ცხოვრობდეს ერთი ეცხოვრა ერთ 5 ოჯახს ბევრად უფრო მაგრამ მოუვლიდნენ თავის აი მიწაწყალს. მსახიობების ჯგუფსაც მინდა კითხო, იმიტომ რომ დაკომპლექტებული იყო როგორც ახალგაზრდა, ასევე დიდი გამოცდილი მსახიობებით და დრამატი კოლაბორაცია იყო, ასევე მთავარი როლის შემსრულებელი, რომელიც იყო ინგლისელი გოგო. თვითონ ამ გოგოს მსახიობის შერჩევა როგორ მოხდა და მსახიობების ჯგუფსაც რო ვისაუბროთ. ხო, კრისტალ ბენეტი არის ახალგაზრდა ინგლისელი მსახიობი, რომელიც უშემთხვევით მოხდა ჩვენ ფილმში. ეს მოხდა ჩვენი პროდიუსერი თავარი პროდიუსერი გია ბაზღაძე მე ჩვენი ერთ დღეს მოვიდა და მითხრა რომ თბილისში არის ერთი გოგო რომელიცაც მე ვიცნობო გავიცანიო და ძალიან გთხოვო იქნებ ნახო რა და მე მგონი საინტერესო უნდა იყოს. ნუ პირველად რომ ნახე ეს გოგო ახლა
რო გითხრა ხა გადავირე არ იყო ესე რა. მაგრამ მე გავაკეთეთ სინჯები. და უცბად დავინახე რაღაცა ის სკოლა, მართლა ცნობილი ხა ინგლისური სკოლა ხო, შენ იცი რომ განთქმულია და დავინახე ესეთი მაღალი კლასი და მონდომება და ძალიან გამიხარდა თან მისი ცხოვრება რაღაცნაირად გავდა აი ამ პერსონაჟის ხო. ის საქართველოში გათხოვილია და გათხოვდა მე ახლა ისევ ინგლისში ცხოვრობს და რაღაცა თავისი საქართველოს უცხო არ ყოფილა პირველად. ხო, არ ყოფილა, კი. მაყურებელს კიდევ უფრო ზუსტი წარმოდგენა რომ შევქნათ ახლობთ რაზე საუბრობთ, რა ესთეტიკა არის და ასე შემდეგ. მოდი ნახოთ სიუჟეტი ჩვენს მიერ მომზადებული და შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი. აი ეს ბზარი იყო აქ თუ არა? იქ, სადაც ბუნება მკაცრია, ადგილობრივ მოსახლეთა ცხოვრების წესიც მის კანონებს ემორჩილება. ტრადიციები ყველაზე მაღლა დგას და თითქმის გამქრალია ზღვარი მითს და რეალობას შორის. საქართველოს მთიანეთის ეს სოფელი ახალგაზრდა ფოტოგრაფისტვის სრულიად უცხოა. თუმცა ემიმ იცის, რომ მისთვის რადიკალურად განსხვავებული ქართული გარემო შესაძლოა საუკეთესო ადგილი აღმოჩნდეს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დასალაგებლად. სწორედ აქედან იწყება ფილმის მთავარი სიუჟეტი, რომლის ავტორიც ლევან თუთბერიძეა. გრუნტია, აქ ესეთი გრუნტი ჩაიფლობა მეთქი რა. იმიტომაც მომწონს ეს ფილმი, ლევანის ფილმის ფანტასტიკით, რომ ეს ერთი სიტყვით ვერ იტყვირაზია. ურთიერთობებია ძალიან საინტერესო, გამძაფრებული. იმ ბუნებაში, იქ სადაც ხდება ეს მოქმედება, სადაც ვიღებდით ამ ფილმს, ხალხობაში. ეს ალპური ზონა, ძალიან მოაღლა. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ადამიანი იყოს ისეთი, როგორიც არის, ნამდვილი. საქართველოს ულამაზესი ბუნებით მოხიბლული ფოტოგრაფი ნანახით მიღებულ შთაბეჭდილებებს ფირზე ასახავს. თავად კი ვერ ხვდება, რომ ნელ-ნელა მთის ადათ-წესებსა და მითოლოგიაში იკარგება. მისი ვნებები და ფსიქოლოგიური მდგომარეობა კი წითელ ზღვარს სცდება და იწყება კონფლიქტი, რომელშიც გამარჯვებული არავინ არის. ემის როლს ცნობილი ინგლისელი მსახიობი კრისტალ ბენეტი ასრულებს. ცნაური ადამიანის თვალები აქვს რაღაცნაირი. მე და აი ამ რაღაცა ჩუმწნარ ბუნებაში უცბად ესეთი გადარეული თან დაბნეული იყო თან ეს ყველაფერი მოწონდა რაც იქ ხდებოდა. Kopale! I ask you to keep your distance from the locals here. ძალიან კარგი იყო მასთან მუშაობა, იმიტომ რომ ამ პროფესიონალი მსახიობია და საერთოდ როდესაც ესეთ მიულინებაში მიდიხარ რაღაც მთელი ჯგუფი ერთად და ეს მით უმეტეს ესეთ პროცესში ესეთი არტისტებთან ერთად, რეჟისორთან ერთად ძალიან საინტერესო ეს პროცესი რა. ანუ ერთიანად იქ ხარ ყველა რაღაცა თითქოს რაღაცა პროცესს გადიხარ ერთიანად რა და თან ეგეთ ლამაზ ადგილას რა. Რასო ცალცადაიანები ხალ? ფილმის ოპერატორი გიორგი შველიძეა. 62 ადამიანისგან შემდგარი შემოქმედებითი ჯგუფი ხადასხეობაში ერთი თვის განმავლობაში მუშაობდა. 4 წლიანი პაუზის შემდეგ შექმნილი ნამუშევარი მაყურებელმა პირველად თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე იხილა. მომწონს კინო იმიტომაც რომ არის ბევრ რაღაცაზე, ბევრ ამას მოიცავს ეს ფილმი და მე ვთვლი რომ ეს ჩემი აზრია, შეიძლება არ დამეთანხმოს ამაში ბევრი და ლევანიც, მე ვთვლი რომ ეს ლევანის საუკეთესო ფილმია. ფილმის დასრულებიდან უმოკლეს დროში ლევან თუთბერიძე მუშაობა მეორე კინოპროექტზე დაიწყო. მოირა, ასე ქვია ამბავს, რომელიც ფოთში მცხოვრები მეთევზე ძმების შესახებ გვიამბობს. თავად სახელი მოირა მითოლოგიაში ბედისწერის ქალღმერთს აღნიშნავს. სოციალური დრამა ახალგაზრდა ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცდილობს ისევ შეკრას დანგრეული ოჯახი. განსაკუთრებით კი სურს, რომ დაეხმაროს ძმას, რომელიც არეულ ცხოვრებას ეწევა. თემა თვითონ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჯერ ფოთოძმებზია, ეს თბილისი, ცოტა რთული მოსაშორებელია ჩვენ მსახიობებს, თორემ თბილისს ვერ გაუვიბილავთ რა, ფოთელი ძმები, მეთევზეები, მე და პაატა ცოტა რთული სათამაშოა. ჩემი პერსონაჟი ძალიან
ნაცნობია ყველასთვის, მთელი საქართველოსთვის მსგავსი ადამიანებს ვიცნობთ, ჩვენი ან კლასელი, ან უბნელი. ადამიანი, რომელიც 5 წელი იმისთვის იჯდა ციხეში, თავის მეგობრები არ ჩაუშვა, ასე ვთქვათ, და 5 წლის მერე გამოდის ციხიდან და უნდა რომ ეს ყველაფერი ცხოვრება თავიდან დაიწყოს. მომისმინე? წახვალ და სადაც მოვილაპარაკეთ ორივე. შემოქმედებითი ჯგუფის ნაწილი ფოთის დრამატული თეატრის მსახიობები არიან. გადაღების დაწყებამდე როლის უფრო კარგად შესაცნობად მთავარ გმირებს მეთევზეებთან ერთად ყოფნა მოუხდათ. გიორგი ხურცლავასთვის ეს პირველი კინოროლია. შესაბამისად დაუიწყარია ის შთაბეჭდილებაც, რომელიც გადაღების პროცესიდან მიიღო. გაგვიშვა ცოტა ადრე, იმიტომ რომ მოემზადეთო და მეთევზეები ხართ და რაღაცები ისწავლეთ და იქ ზღვაში გავედით, წინასწარ რაღაცები გწოდნოდა. და თვითონ ლევანთან ურთიერთობაც ძალიან კაი ადამიანია, ძალიან მიყვარს და ძალიან იოლია ურთიერთობა. ზუსტ ამოცანებს გვაძლევდა და არაფერს ზედმets. და ეს ჩუმად და წყნარად მუშაობდით. ჩემი თეატრალური ძალიან დიდი პრობლემაა, რომ თეატრის და დრამის და კინოს მსახიობი გეწოდება, მაგრამ კინოს შეხება არ გაქვს საერთოდ. და მოხდა ისე, რომ თავიდან დავიწყეთ თავმოწმება დაძაბულობა რაღაცა, მაგრამ ყველაფერში ძალიან გვერდში მედგა, ძალიან თბილად, ძალიან დადებითად. ბატონ ლევანს მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა უნდა უთხრა, იმიტომ რომ რავი, რაღაცა კინოს სამყაროში ცოტა უკვე ვიცი სად როდის უნდა გაიხედო, მაინც თავის სპეციფიკა აქვს, რა, კამერას პარტნიორი უნდა გადაფარო, რაღაც ბევრი დეტალებია, რომელიც ბატონ ლევანმა ესე ნელ-ნელა მასწავლა. ერთ წელიწადში გადაღებული 2 ფილმი ქართულ რეალობაში რეკორდული მაჩვენებელია. კინოსურათს 900 იქით დიდ ეკრანებზე მალე ვიხილავთ. ფილმ მოირაზე გადაღებები კი უკვე დასრულებულია და ის ქართულ მაყურებელს მომავალი წლის შემოდგომაზე შეხვდება. რატო ის 900 იქით ლეონა თვითონ სათაურის ესეთი ხო ეს ბოლო მომენტში ფილმს სულ ერქვა ფოლკლორი. ხო, ესე ქონდა ფოლკლორი და მე რაღაცა აკას ველაპარაკე და გიასაც რაღაცას ვლაპარაკობდით, რომ რაღაც არ მოვატყუოთ მაყურებელი თქო რა, იმიტომ რომ ფოლკლორი სულ ასოციაციას იწვევს რაღაცა ქართულ ცეკვებთან და სიმღერებთან და ასე შემდეგ. და ამ დროს ფოლკლორი არის, ეს არის ზეპირსიტყვიერი გადაცემა, ასე ვთქვათ, რაღაც ადაწესების, ზღაპრების და ასე შემდეგ. და სწორედ რაღაც სწორი სათაური იყო ამ ფილმის, მაგრამ თავიდან მაყურებელს რომ მოიყვანო, ხო, კინოში, რაღაც უნდა იცოდეს რაზე მიდის. ამიტომ შეიძლება და მოსულიყო ისეთი მაყურებელი, რომელსაც აინტერესებს რაღაცა ცეკვები, უფრო რაღაც სხვანაირი განწყობა ექნებოდა უფრო ფოლკლორთან და დახვდებოდა სხვანაირი კინო. ხო, არაუნივერსალურად შეიძლება ვიქო დავშეკ. ხო და ამ დროს დავკარგავდით იმ მაყურებელს, რომელსაც თქვა ესეთი კინო აინტერესებს. 900 იქით ბოლოს აკა მოიფიქრა ეს სათაური. ორიგინალური მაგას აქვს ეს ნიჭი ამისი. პრინციპში 900 იქით არის ყველასთვის ეს ამბავი. ზღაპრული რაღაც. ზღაპრული, ხო, იმიტომ რომ ამ გოგოსთვის განსაკუთრებულად 900 იქით არის და ფიქრობ რომ ჩვენთვისაც ეს ამბავი უნდა იყოს 900 იქით. ლევან, სიუჟეტში გავიდა შენი მეორე ფილმის ანუ სიუჟეტში ჩაისვა შენი მეორე ფილმის კადრებიც, რომელზეც ძალიან მალევე, როგორც კი მორჩა დავუშვათ 900 იქით, შენ ძალიან მალევე ჩაერთე რაღაც ახალ ფილმის გადაღებებში, რომელსაც ქვია მოირა და მოდი მაგაზეც ვისაუბროთ, ანუ ხო, ნუ ეს რეჟისორებისთვის ისეთი რაღაცა ჩვენ სინამდვილეში ძალიან იშვიათად ხდება ესეთი რამე, რომ უცბად ერთ წელიწადში 2 ფილმი გადაიღო. ხო, ანუ ძალიან უცნაური მომენტია. რაღაცა არ ვიცი, ხო, რაღაც შემთხვევით მოხდა ეს ამბავი და ნუ რა იყო რა იმგიბიზია ხა ესეთი мотиваციისკენ უცბად ესე რა. იცი რა, ნუ რაღაცა სიტუაცია ჩამოვარდა იმისი, რომ უცბად შესაძლებელი იყო ამ ფილმის გადაღება ძალიან მცირე ბიუჯეტით, მაგრამ მაინც გავაკეთეთ ახალგაზრდა სცენარისტებს დაველაპარაკე. ეს არის დათა ფირცხალავა და გიორგი ქობალია. ვილაპარაკეთ, თხოვე რაღაცა თემა შევთავაზე და უცბად გაკეთდა ეს სცენარი რა. ანუ იდეა შენი იყო. იდეა ხო, ნუ პრინციპში ყოველთვის ეგრეა ხოლმე, რაღაცა იდეა ჩემგან მოდის და მე ნუ თუ არ ჩავთვლით ახლა ყარაბაღს, რომელიც ახლა არსებული სიუჟეტიდან იყო. ავიცი გააკეთეს ბიჭებმა ეს სცენარი, გადავიღეთ უკვე. უკვე დამთავრდა გადაღებები. გადაღებები დამთავრებულია და ვფიქრობ იქეთ შემოდგომაზე უკვე ფილმი იქნება მზად. ო, ფილმი თვითონ მოირა, აბსოლუტურად ჟანრობრივადაც და დავუშვათ ესთეტურადაც განსხვავებული იქნება 900 იქით, ხო? ხო, აბსოლუტურად სხვა ფილმია. ეს ფილმი 900 იქით არის
ფსიქოლოგიური დრამა, ვფიქრობ ესეთი განწყობის კინოა და ეს არის სოციალური დრამა, ისეთი ძალიან ესეთი მძაფრი სიუჟეტით, უფრო აი როგორ გითხრათ, ყარაბახის ტიპის სტილის ფილმი იქნება ალბათ. აი პირველი ყარაბახის ჩემი რომელიც მე გავაკეთე. ეს არის ამბავი ახალგაზრდა ბიჭზე საპორტო ქალაქში არის ერთი პატარა ოჯახი და ამ ოჯახის ისტორია. და ამ ოჯახის ერთ-ერთი მთავარი გმირი, შვილი ბრუნდება ციხიდან სახლში და იწყება ცდილობს რომ დაიწყოს ახალი ცხოვრება და აი რა მოხდება მე ვნახოთ. რაც მოკლედ ძალიან პროდუქტიული წელი იყო და ლევან შენთვის შეიძლება ეს ეთქვა ახლა დიდხანს უნდა დავისვენო. ხო და არც მინდოდა ახლა მეკითხე სამომავლო გეგმებით ხო და რაღაც მე ხერხულება უცბად გინდა. მაქვს სცენარი კომპლექს ავითავარ. შემონახული სცენარი. არა მაქვს ნახოთ კი მე ყოველთვის მაქვს აი ჩემთვის ესეთი რეჟიმი მაქვს ცხოვრების რომ თითქოს ეს ყველაფერი გუშინ უნდა გაკეთებულიყო რა. აი სულ მგონია რომ რაღაცას აგვიანებ და სულ გინდა რომ რაღაცა აკეთო. ანუ მომავალი რაღაც იდეა მუდმივად არსებობს შენთვის და კი, მე მართლა მაქვს უკვე რაღაცა აი ყოველთვის რაღაცა 2-3 ამბავი მაქვს ხოლმე წინასწარ მომზადებული. თუ რაღაცა არ შეცვალა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუდიაში და ჩვენს გადაცემაში სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმარი იყო რეჟისორი ლევან თუთვერიძე.